მოგესალმებით ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხართ და ხორბლის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე ვსაუბრობთ. როგორც ცნობილია, საქართველოში იწყება ყაზახური სუბსიდირებული ხორბლის შემოტანა. მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს ეს ბაზარისთვის, რა თავზენა იქნება ბაზარზე, იმ ფონზე, როცა ვიცით, რომ მოსალოდნელია რუსული ხორბლის გაცვლილება და ეს ყაზახური ხორბალი იქნება თუ არა რუსული ხორბლის იაფი ალტერნატივა და აი ბაზარზე რა ვითარა შეიძლება ამის შემდეგ. კი ბატონო, მოგესალმებით. რეალურად მინდა ავხსნა თვითონ მექანიზმი ამ ყაზახური ხორბლის შემოსვლის. ყაზახეთმა წელს მიიღო ძალიან მაღალი მოსავალი. შესაბამისად, ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2 მილიონი ტონის გაყიდვაზე გააკეთოს სუბსიდირება სატრანსპორტო მდგენელის. ანუ რეალურად თემა არის ის, რომ ეს არ გაკეთებულა საქართველოსთვის მარტო, ანუ ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2 მილიონი ტონა ხორბალი, რომელიც ჭარბია მათთვის საექსპორტო მაჩვენებელში, გაეყიდა მსოფლიო ბაზარზე და შესაბამისად ეს მიმართულებებია მაგალითისათვის ბალტიის ზღვა, შავი ზღვის მიმართულება, აზერბაიჯანი, ირანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათ შორის თავისთავად ცხადია, რადგან შავი ზღვის მიმართულება არის შით, შესაბამისად ამით საქართველოს მიმართულებაც შით არის. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ შევხედავთ, თვითონ ხორბლის შემოტანა შედგება 2 მდგენელისგან, ეს არის რაფასი არის იმ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ყაზახეთში ხორბლის და შესაბამისად სატრანსპორტო მდგენელი. აქედან გამომდინარე, სატრანსპორტო მდგენელი თვითონ სუბსიდირდება ტონაზე $40, ანუ საქართველოს შემოტანად და თუ შავი ზღვით გავიდა, ანუ თუ შემოვიდა საქართველოში და შავი ზღვის პორტით გავიდა $60. ანუ მექანიზმი რო ავხსნა შემდეგია, რომ დაახლოებით სუბსიდირების გარეშე საქართველოში შემოტანილი ხორბალი ჯდება ტრანსპორტირების მდგენელი დაახლოებით $90-100 ფარგლებში 1 ტონა. შესაბამისად ეს $40 საქართველომდე ნიშნავს, რომ ეს არის დაახლოებით $50-60, რაც მნიშვნელოვანია და შესაბამისად ეს ყველაფერი არის კონკურენციაში შესვლა, მათ შორის რუსულ ხორბალთან, რომელიც დღესდღეობით ზვირდება. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ ყველაფერს დიდ კონტექსტში გამიხილავთ, რეალურია და უკვე წინასწარი კონტრაქტები არის ყაზახეთის მხარესთან, რომ საქართველოში აუცილებლად ვიხილავთ ყაზახური ხორბლის შემოსვლას ახლო მომავალში, ეს იქნება დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. ახლა რაც შეეხება ალტერნატივას, ეს არის თუ არა იაფი ალტერნატივა რუსული ხორბლის. ანუ რეალურად ხორბლის ფასი ყოველთვის არის კონკურენციაში ერთმანეთთან და თვითონ იქიდან გამომდინარე, თუ ჩვენ ავიღებთ, რომ თვითონ ხორბალი მსოფლიო ბაზრებზე და მათ შორის რეგიონალურად ზვირდება, მათ შორის რუსეთში, თავისთავად ცხადია, ეს იქნება იაფი თვითონ რუსულთან მიმართებაში, მაგრამ იქნება რაღაც გარკვეული დოზით იაფი. შესაბამისად, გაძვირებული ხორბალთან მიმართებაში იქნება უფრო იაფი, სავარაუდოდ ვიდრე რუსული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისარგებლებთ ამ სუბსიდირების პროგრამით და შესაბამისად ჩვენ მივიღებთ ქართულ ბაზარზე ყაზახურ ხორბალს. და ქვის ფასიც ამ კონტექსტში განვიხილოთ, რასველით ახლო მომავალში ქვის ფასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ქვილის ფასთან მიმართებაში აქ ექნება სტაბილურობის ეფექტი, აქ არ ექნება ეფექტი, რომელიც შემცირებისგან წავა, იქიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, ბაზარზე ხორბალი ძვირდება. შესაბამისად, ხორბლის გაძვირებული ხორბლის ეფექტიდან გამომდინარე, ეს იქნება გაძვირებულზე ოდნავ იაფი ყაზახური მხრიდან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბაზრისთვის, იმიტომ რომ რუსეთში მაგალითად ხორბლის გაძვირება მოხდა და გაძვირების მიზეზი არის რამოდენიმე. ანუ პირველი მიზეზი არის ის, რომ რუსეთის საექსპორტო მაჩვენებელი გატანის, ანუ თვითონ ხორბლის წელს გამოცხადებულია დაახლოებით 10 მილიონი ტონა. თვითონ შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ შარშან გამოცხადებული იყო 25 მილიონი ტონა. ანუ ორჯერ შემცირებულია რუსეთიდან თვითონ ივნისის თვემდე გამოტანის მაჩვენებელი. ანუ 25 იყო შარშან და 10 მილიონიანი წელს. აქედან გამომდინარე 15 თებერვალს კვოტირება შემოვიდა, ანუ კომპანიებმა რუსეთში მიიღებს კვოტები, რომლებსაც შეუძლია გაიტანონ ხორბალი. ეს არის პირველი ეფექტი, რომ ფაქტიურად ხორბლის გაძვირების ტენდენცია დაისახა რუსეთში და მეორე ეფექტია ის არის, რომ რუბლის გამყარება მოხდა. რუბლის გამყარება ნიშნავს რუბლთან მიმართებაში დოლარის გაძვირებას. შესაბამისად, ჩვენ თუ
რაღაც პერიოდში, მაგალითად 15 დღის წინ ვიხდიდით სიტყვაზე რაღაცაში $200, ის დღეს არის უკვე $220 იგივე რუბლთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს ტენდენციებია გაძვირების ტენდენციები თვითონ რეგიონალურად რუსულ ბაზარზე. აქედან გამომდინარე, კარგია რომ გაჩნდა ალტერნატივა და კარგია რომ ეს ალტერნატივა არის მათ შორის ყაზახეთიდან, იმიტომ რომ ყაზახეთს ჩვენ ყოველთვის უყურებდით როგორც ვთქვათ ერთ-ერთ ჩანაცვლებად ბაზარს და შესაბამისად ეს ყაზახეთთან მიმართებაში სხვათა შორის ეს იგივე ტენდენცია განვითარდა 2013 წელს, როდესაც ყაზახეთმა მიიღო ძალიან დიდი მოსავალი მაშინაც დაასუბსიდირეს თვითონ სატრანსპორტო მდგენელი და მაშინ ჩვენ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, რეალურად სადღაც 40% ყაზახური ხორბალი შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და ეს იყო კარგი. თუმცა მინდა ვთქვა აქვე, რომ ეს თვითონ იქნება მოკლევადიანი ეფექტი, იქიდან გამომდინარე, როდესაც ეს 2 მილიონი ტონის გატანა ყაზახეთიდან ამოიწურება, ფაქტიურად სუბსიდირებაც უკვე ამოიწურება. თუმცა, ეფექტი უკეთრად დადებითია. ეხლა შემიძლია ვილაპარაკო მაგალითადთვის იმას, რომ როდის შეიძლება იყოს ეს მუდმივი და სისტემური დადებითი ეფექტი ამასთან დაკავშირებით. ბოლო ხანს გავრცელდა ინფორმაციები, რომ ყაზახეთი ისევ დაუბრუნდა იმ პროექტს, რომელიც გულისხმობს თვითონ საქართველოში პორტების მიდამოებში ტერმინალის შენებლობას, რომელიც საშუალებას მიცემს ყაზახურ ხორბალს გავიდეს სოფლიო ბაზრებზე, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან და მათ შორის საქართველოს პორტებიდან. თუმცა ეს იყო 2008-შიც განსახილველი თემა, 2012-ში და მაშინ ვერ განხორციელდა. თუ ეს ახლა განხორციელდება, კიდევ ამბობ, რომ ეს პროექტის სახით არის და ეს თქვათ ახალი ვთქვათ ცდელობა ამის განხორციელების, მაშინ ეს შეიძლება ჩვენ ვიხილოთ როგორც გარკვეულწილად მუდმივ ეფექტად საქართველოს ბაზართან მათ მიმართებაში. ანუ ყაზახური ხორბალი თუ გავიდა მსოფლიო ბაზარზე, საქართველოს მათ შორის მონაკვეთის მეშვეობით თავისთავად ცხადია, აქ რეალურად ბუნებრივად შემცირდება სატრანსპორტო მდგენელი მსოფლიო ბაზრიდან გამომდინარე და ჩვენ შეიძლება ვიხილოთ უკვე სისტემურად ამ ჩანაცვლების ეფექტი მათ შორის რუსული ხორბლის საქართველოს ბაზარზე. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება ეფექტი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშავებს, სადაც ეს 2 მილიონი ტონა მსოფლიო ბაზარზე ყაზახეთი გაიტანს. ახლა რამდენი პროცენტია საუბარი? რამდენი პროცენტის ძალიან ძნელია ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ არა მარტო ჩვენ მოგვაქვს ყაზახეთიდან ხორბალი, არამედ გითხარით, რომ მსოფლიო ბაზრებზე გადის. შესაბამისად, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ივნისის თვემდე, ანუ ახალ მოსავლამდე, მათ შორის რუსეთში, საქართველოში, ევროკავშირში, უკრაინაში და ყაზახეთში დარჩენილი არის დაახლოებით 6 თვე. ვფიქრობთ, რომ რაღაც შეიძლება ეს იყოს სადღაც 1-2% და არა მეტი. იმიტომ რომ ჩვენ თუ სტატისტიკას შევხედავთ, კი გვაქვს სტატისტიკა იმის მიხედვით, რომ პირველ ადგილზე თქვათ რუსეთია შემოტანილი, მეორე ადგილზე ყაზახეთი, მაგრამ თუ ამ ციფრებს ჩავშლით, ჩვენ ვნახავთ, რომ 99%-ია შემოსვლა რუსეთიდან გეოგრაფიული მდგომარეობის გამო და მხოლოდ 1%-ია სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ყაზახეთიდან. შესაბამისად, ამის თქმა ჯერჯერობით რთულია, მაგრამ ეს არ იქნება ძალიან დიდი რაოდენობა, თუმცა საშუალებას მოგცემთ იმისათვის, რომ დაბალანსების ეფექტი საქართველოს ბაზარზე მოხდეს მით უმეტეს გაძვირებიდან გამომდინარე თვითონ რუსული ხორბლის. ბატონო, რადიო თავისუფლების ამხოლოდ რომ დაგორსვა თქვენთვის კითხვა და ასეთი არის მათი კითხვა, მას შემდეგ რაც შემოვა იაფი ყაზახური ხორბალი, აისახება თუ არა გულის ფასეო და ასევე აინტერესებთ იაფი ხორბლის შემოსვლით ხომ არ დაზარალდებიან ქართველი წარმოებლები და ხომ არ გაიაფდება ადგილობრივი ხორბალი. კი ბატონო, ანუ პირველ კითხვას რაც შეეხება გაიაფთება თუ არა, შესაბამისად მე ავხსენიდან კიდევ ერთხელ გავმეორდები, რეალურად სიაფე დამოკიდებული არის იმაზე, რომ თვითონ მსოფლიო ბაზარზე რა ტენდენცია ვითარდება. სოფლიო ბაზარზე და რეგიონალურად რუსულ ბაზარზე ფასი იწევს ზემოთ, ანუ თუ იყო $220, დღეს არის $240. ყაზახური ხორბალი არ შემოვა $220 ფარგლებში, ანუ შემოვა 220-ზე მეტი. ანუ ტენდენცია არის ის, ყოველდღიურ ვთქვათ
ფასების თამაშს უყურებს მათ შორის ყაზახეთის მომხმარებელი, უпростоრად ექსპორტორი და შესაბამისად ის რა თქმა უნდა ძალიან თქვათ დიდ სხვაობით მინუსით არ შემოიტანს საქართველოში თვითონ ხორბალს. ნუ რეალურად ბაზარი არეგულირებს დაახლოებით $5-10 სხვაობას ერთ ტონაზე. შესაბამისად ამას შეიძლება იქონდეს უფრო დამაბალანსებელი ეფექტი, ანუ გაძვირების საწინააღმდეგო ეფექტი, ვიდრე უკუსლის ეფექტი, იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა ბიზნესურად როდესაც თქვათ იგივე ყაზახები უყურებენ ამ სიტუაციას, ისინი რა თქმა უნდა არ გაყიდიან იგივე წინა ფასთან მიმართებაში, თუ ფასი არის თქვათ 240, ისინი გაყიდიან 230 და არა 220, რომელიც გუშინ იყო. თავისთავად ხადია, ეს კარგია, მაგრამ ამას არ ექნება უკუსლის ეფექტი, იმიტომ რომ სოფლიო ბაზარზე ფასს არ აქვს უკუსლის ეფექტი. ანუ ამას ექნება ოდნავ დაბალი ფასი, ვიდრე არის რუსული შემოტანილი ხორბალი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ძალიან დადებითი ტენდენცია. ეხლა რაც შეეხება იაფი ხორბლის შემოსვლა ხوار დააზარალებს ქართველ ფერმერებს. რეალურად ყოველთვის ქართველი ფერმერების ფასი სწორდება იმაზე წისქვილ-კომბინატების ჩაბარების ფასიდან გამომდინარე, რაც არის რეგიონალურ და მსოფლიო ბაზარზე. ანუ რა ფასიც იქნება თქვათ ბაზარზე, იმ ფასად ჩაიბარებს წისქვილ-კომბინატები მის თქვათ შესაბამის ქართულ ხორბალს. ანუ სასურსათო ხორბალზეა ლაპარაკი. და ანუ რაც მე პირველ მონაკვეთში ავხსენი, თუ ფასი იქნება თქვათ იგივე 240-ზე ნაკლები, დაახლოებით ცოტათი, ეს იქნება იგივე შესაბამისობაში, მათ შორის ქართული ხორბლის ჩაბარებაში. თუმცა დღესდღეობით ჩვენ თუ შევხედავთ, ამაზე ლაპარაკი ადრეა, იმიტომ რომ მოსავალი წინა მოსავალი უკვე ჩაბარებულია, ჩვენ წელს გულისხმობთ მარკეტინგულ წელს, ანუ ივნისიდან ივნისამდე, შესაბამისად ჩვენთან ახლა არის შუა წელი, ანუ წელის შუა, იმიტომ რომ ივნისში გვექნება ახალი მოსავალი. დღესდღეობით ქართველი ფერმერების ძირითადი მოსავალი უკვე ჩაბარებულია, ანუ მათ გასაყიდად ძალიან მცირე აქვს, თუ თითქმის არ აქვს. შესაბამისად, ამაზე ლაპარაკი ჩვენ შეგვეძლება დაახლოებით ივლისის ხუთში, როდესაც ახალი მოსავალი მოვა. შესაბამისად, ეს არის თქვათ ჩემი პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით. ეს იქნება დამაბალანსებელი ეფექტი. ბატონო, პირველ მარტამდე მოქმედებს როგორც ცნობილია, ბოლო კავშირის შემდეგ ფილის მოსაკრებაზე. გადასახადი დიახდა, რა ასევით პირველ მარტის შემდეგ მომდევნია აღწევდება კი ბატონო, რაც შეეხება მოსაკრებლის გაგრძელებას ფქვილზე. 1 მარტამდე არის ეს მოსაკრებელი. სავარაუდოდ კი არა დიდი ალბათობით ეს გაგრძელდება, იმიტომ რომ წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, სავარაუდოდ ამის გაგრძელების შესახებ დადგენილება გამოვა უახლოეს მომავალში და მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქიდან გამომდინარე, რომ ამის გაგრძელება ფაქტიურად არის ის, რომ კონკურენციის პირობები ნარჩუნდება ბაზარზე. მე კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა, რომ რა ემსახურებოდა ამ დადგენილების შემოტანა. რეალურად 2021 წელში გახსოვთ, რომ რუსეთმა შემოიღო მცურავებაში ხორბალზე და ფქვილზე დატოვა იგივე ნულოვანი გადასახადი, რამაც მაშინ ძალიან სერიოზული თქვათ აქტიური შემოსვლა გამოიწვია ფქვილის, ანუ კონკურენციის პირობები დაირღვა, გაჩერდა წისქვილ-კომბინატები, პრობლემა დადგა ხორბლის ჩაბარების ადგილობრივი მოსავლის და შესაბამისად ჩვენი წარდგენით საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ დამაბალანსებელი გადასახადი, ხორბლის მცურავებაში დამაბალანსებელი გადასახადი ფქვილზე შემოღებულიყო საქართველოს მხრიდან. ამან გარკვეულწილად ჩვენ ეტაპობრივად ანალიზს ვაკეთებთ ამ დადგენილების მუშაობის, დააბალანსა მთლიანად ბაზარი, მათ შორის საქართველოს მეხორბლებმა ჩააბარეს წისქვილ-კომბინატში 2 სეზონის განმავლობაში აქტიურად ხორბალიდან მიიღეს შემოსავალი, დაცული იყო სასურსათო უსაფრთხოება იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის შემოტანის დროს მარაგები კეთება ხორბლა და რეალურად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უფრო მაღალი თქვათ ინტერესი, ვიდრე მაგალითად იგივე შემილია თამამად თქვათ პურის ფასი, იმიტომ რომ თუ არის ხორბალი გვაქვს უსაფრთხოება და შესაბამისად ნუ იქ პურზე ლაპარაკი როცა არის, შეგვიძლია ვთქვათ შიგნით რაღაც მექანიზმებით ეს დავარეგულირებთ, მაგრამ თუ არ გვაქვს ხორბალი, თავისთავად ცხადია,
პრობლემაა თვითონ პურის რეალურად. შესაბამისად, აქ ალტერნატივა არ არის, უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ პურის ფაზზე, რაც რეალურად ეხლაც ასეა და შესაბამისად, თვითონ ამ მარაგების შექმნა საშუალება მოგცა ის, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ დღესაც თავი. შესაბამისად, ამ დადგენილებამ მოიტანა ის, რომ მოსაკრებლის სახით საქართველოს ბიუჯეტში შევიდა ამ წლინახევრის განმავლობაში დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე. შესაბამისად, ესეთი ფულია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ჰიპოთეტურად, თუ რამე კატაკლიზმები მოხდა სტაბილიზაციისთვის, მათ შორის პურის ფაზის. ანუ თვითონ ამ დადგენილების სტრუქტურას თუ განვიხილავთ, ძალიან კარგად იმუშავა ამ ყველაფერმა და დღესაც სტაბილურობა არის შენარჩუნებული ამ ბაზარზე. რაც შეეხება დადგენილების გაგრძელებას, ესეც ის ეფექტია, როდესაც ჩვენ გრძელვადიანად უყურებთ, თქვათ, მათ შორის ხორბლის შემოტანას, ფქვილის სტრუქტურას და მის, თქვათ, სტაბილურობას და შესაბამისად ხორბლის წარმოებები საქართველოში თამამად თვითონ გრძელვადიანად გეგმავენ მათი ხორბლის მიღებას და როდის ვინ რა გაღიდოს. ანუ შესაბამისად მე მინდა ვთქვა, რომ იგივე წელს მაგალითებისათვის ზოგმა როდესაც იცოდნენ, რომ გათენილება გაგრძელებულია, ზოგმა შეინახა ხორბალი და მერე გაყიდა უფრო ძვირად, ზოგმა მაშინვე გაყიდა, იმიტომ რომ რაღაც დასაფარი ჰქონდა. ანუ შესაბამისად, როდესაც გრძელვადიანად არის დადგენილება, ეს ნიშნავს, რომ ყველა თავისი გადაწყვეტილებას თავისივე გადასახედიდან აფასებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის დადებითი ეფექტი და უახლოეს მომავალში ამ დადგენილებას ჩვენ ვიხილავთ.